მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის მარტის ჰოროსკოპს თხის არქებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, თასების 10-იანი. მარტს საკმაოდ ჰარმონიულად გაივლით, გექნებათ მიზეზი რომ იყოთ დადებითი ემოციებით სავსე. ამ პერიოდში თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავებთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლებელია მიაღწიოთ მნიშვნელოვან წარმატებებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დიდი ხნის განმავლობაში გულმოდგინედ დებდით თქვენს ენერგიას დასახული მიზნების მიღწევისთვის. ზოგადად ეს ბარათი მიღწეული შედეგებისა და მოპოვებული წარმატებების ნიშანია, თუმცა ასევე შესაძლებელია გულისხმობდეს თანადგომას და მხარდაჭერას სამყაროსგან, უზენაესი ძალებისგან, ზოგადად გამართლებას ცხოვრებაში, პოზიტიურ ენერგოველში გადასვლას, შინაგანი სიმშვიდის მოპოვებას და შინაგანი წონასწორობის აღდგენას. ზოგიერთი თქვენგანისთვის შესაძლებელია ქორწინებაზეც მიუთითებდეს და არ არის აუცილებელი რომ ეს პირადად თქვენი ქორწილი იყოს. ასევე შესაძლებელია შვილების წარმატებით მიღწეულ სიხარულსაც აღნიშნავდეს. მნიშვნელოვანია რომ ამ პერიოდში იგრძნობთ შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას, მატერიალურ დონეზე გარკვეულ სიმტკიცეს და მყარ ფუნდამენტს, რომელიც ერთგვარად მოდუნების საშუალებასაც მოგცემთ. გამორიცხული არ არის გქონდეთ ბევრი შეხვედრები, მათ შორის საოჯახო და საქმიანი შეკრებები, რომელიც პოზიტიური ემოციებით აგავსებთ და მოგცემთ სტიმულს ახალი სამომავლო გეგმების დასახვისთვის. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. მეათე მაღალი არკანი ბედის ბორბალი. ბარათების ასეთი კომბინაცია საკმაოდ პოზიტიურ პერიოდს გპირდებათ ამ სფეროში. ეს შესაძლებელია გამოვლინდეს მოულოდნელი სიხარულის ან დამსახურებული წარმატებების გზით, ასევე ეს ბარათი მნიშვნელოვან ცვლილებებზეც მიუთითებს და რაც მთავარია, ეს ცვლილებები იქნება თქვენთვის პოზიტიური, მაშინაც კი თუ გადაწყვეტთ არსებულ ურთიერთობას დაუსვათ წერტილი. გავა დრო და მიხვდებით რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ასევე ეს ბარათი გარკვეულ ციკლურობაზე მიუთითებს, თქვენ ცხოვრებაში ამ პერიოდში შესაძლებელია გამოჩნდნენ ძველი პარტნიორების სხვადასხვა მიზეზით, ან განმეორდეს ძველი სიტუაციები ისე რომ დეჟავიუს განცდაც კი გქონდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში გახსოვდეთ რომ მაღალი არკანის ენერგია ფუნდამენტურ გავლენებზე მიუთითებს, რომელიც ხანგრძლივ პროცესებს განაპირობებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სამუდამო ცვლილებებსაც. ამიტომ მარტის განმავლობაში იყავით ყურადღებით და აკვირდით რა ცვლილებებისკენ გიბიძგებთ გარემო, ზოგადად სამყარო და თამამად მიყევით მათ. გახსოვდეთ რომ ამ პერიოდში ყველა ცვლილება საბოლოო ჯამში თქვენთვის პოზიტიურ შედეგებს მოგიტანთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. ხმლების 10-იანი. ერთი მხრივ თუ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ პარტნიორთან, შესაძლებელია მოძებნოთ გამოსავალი არსებული სიტუაციიდან და მარტის განმავლობაში შეძლოთ გარკვეული შეთანხმება, შერიგება, ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. თუმცა მეორე მხრივ არც ის არის გამორიცხული რომ გადაწყვეტილება მიიღოთ დაშორების შესახებ და საბოლოოდ დაუსვათ წერტილი ჩიხში შესულ ურთიერთობას. მათთვის, ვინც არ იმყოფებით რთულ და კონფლიქტურ ურთიერთობაში, ეს ბარათი შესაძლებელია მიუთითებდეს, რომ ერთობლივი ძალებით შეძლებთ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას,
გარკვეულ მძიმე ვალდებულებებს ან გარემოებებს დაუსვამთ საბოლოოდ წერტილს და მომდევნო პერიოდიდან შეძლებთ გადახვიდეთ ურთიერთობის ახალ საფეხურზე, სადაც მოგეცემათ ამოსუნთქვის საშუალება და დაინახავთ პოზიტიურ სამომავლო პერსპექტივებსაც. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხვდება ამ პერიოდს, ნულოვანი მაღალი არკანის სულელი, ამ პოზიციაზე ეს ბარათი ერთი მხრივ მიუთითებს თქვენს გათავისუფლებაზე, მაგალითად თუ ადრინდელი გამოცდილების გამო გქონდათ გარკვეული შიშები ან კომპლექსები ახალ ურთიერთობასთან დაკავშირებით, თქვენ შეძლებთ მათ დაძლევას და იგრძნობთ მზაობას შეხვიდეთ ახალ კავშირში ახალ ადამიანთან. თუმცა მეორე მხრივ ეს ბარათი შესაძლებელია მიუთითებდეს თქვენს მსუბუქ, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, შეიძლება გააბათ რამდენიმე პარალელური ურთიერთობაც, ბუნებრივია თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ რჩევის სახით მაინც გეტყვით, მეტად დაფიქრებულად იმოქმედეთ, ნუ შექმნით ისეთ გარემოებებს, რომ სამომავლოდ სრულიად დაუმსახურებლად გული ატკინოთ მეორე ადამიანს, ან თავად დარჩეთ იმედგაცრუებული. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ მარტში საქმიანი სფერო, თასების დედოფალი, ამ პერიოდს საკმაოდ მშვიდად და ჰარმონიულად გაივლით, თავარია მოქმედებისას და გადაწყვეტილებების მიღებისას ენდოთ საკუთარ ინტუიციას და მიყვეთ გულის კარნახს. თქვენ შეძლებთ გამოავლინოთ თქვენი რესურსი მაქსიმალურად, იქნებით კეთილგანწყობილები, მოგინდებათ დახმარების ხელი გაუწოდოთ სხვებს, საქმეში შეძლებთ იყოთ კრეატიულები და საკმაოდ არაორდინალური გზებით მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. ხმლების ტუზი. ამ პერიოდში თქვენ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, შესაძლებელია ამ გადაწყვეტილებამ რადიკალურად შეცვალოს თქვენი საქმიანობის მომავალიც კი, გირჩევთ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ გაუაზრებლად, ნაჩქარევად და ზოგადად ემოციურ ფონზე. მაგრამ მეორე მხრივ, თუ თქვენი გადაწყვეტილება მიმართული იქნება წინასწარ გააზრებულად დაგეგმილი სამომავლო პერსპექტივებისკენ, მაშინ იმოქმედეთ თამამად, ამ პერიოდში დაწყებული სიახლეები სასიკეთო შედეგებს და წარმატებას მოგიტანთ სამომავლოდ. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მერვე მაღალი არკანი ძალა, მარტში თქვენ შეძლებთ გაიაზროთ თქვენი შესაძლებლობები და რესურსები და მოგეცემათ ენერგია იმისთვის, რომ გადახვიდეთ აქტიურ მოქმედებაზე. დაისახავთ თქვენი კარიერული განვითარების სამომავლო გეგმებს, იგრძნობთ, რომ თქვენი პროფესიული წინსვლისთვის საჭიროა გარკვეული ცვლილებები და დაიწყებთ ამ მიმართულებით მოქმედებას. გეტყვით, რომ ამ პერიოდში სამყარო თქვენს მიმართ პოზიტიურად იქნება განწყობილი და გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა. მთავარია თქვენ თვითონ გამოავლინოთ ინიციატივა და აქტიურად იზრუნოთ დასაქმებაზე, პროფესიულ განვითარებაზე და კარიერულ წინსვლაზე. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, მეხუთე მაღალი არკანი იეროფანტი, ამ პერიოდში მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სისტემურობა, მიყვეთ უკვე არსებულ გეგმას და იზრუნოთ პროფესიული ავტორიტეტის გამყარებაზე. მარტის განმავლობაში შესაძლებელია იგრძნოთ, რომ დროა თქვენი საქმე გახადოთ უფრო სტრუქტურიზებული, ჩამოაყალიბოთ სამუშაო წესები, გარკვეული სტანდარტები და თქვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები უფრო მკაფიოთ. თავი შეიკავეთ ექსპერიმენტებისგან და დაეყრდენით უკვე არსებულ მიდგომებს, იმას, რაც უკვე გამოცდილი გაქვთ და იცით, რომ ეფექტურად მუშაობს. ამ პერიოდში შესაძლებელია გაგიჩნდეთ სურვილი, რომ თქვენი საქმიანობა წარმოაჩინოთ უფრო ოფიციალური ფორმით, იზრუნოთ სანდოობის გაზრდაზე, თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება რეპუტაციის საკითხები, როგორ გხედავენ კლიენტები, რა ღირებულებებს ატარებთ და რამდენად თანმიმდევრულია თქვენი პროფესიული პოზიცია. ასევე შესაძლებელია ახალი ცოდნის შეძენა, ან უკვე არსებული გამოცდილებით დაგროვებული თქვენი ცოდნის გაზიარება გახდეს აქტუალური.
და ასევე გამორიცხული არ არის დაგჭირდეთ რჩევის მიღება უფრო გამოცდილი პროფესიონალებისგან და გაიაროთ კონსულტაციები. რჩევის სახით გეტყვით, რომ ეს პერიოდი დაუთმეთ უკვე არსებული მიღწევების გამყარებას, იმოქმედეთ არა სწრაფი შედეგების ან თუნდაც მოგების მიღების სურვილით, არამედ თქვენი ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე და სწორედ ასეთი მიდგომით და ამ სტაბილურობაზე დაყრდნობით შეძლებთ თქვენი საქმის ზრდას გრძელვადიან პერსპექტივაში და მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს მარტში, მონეტების 7-იანი, ფინანსურად ეს პერიოდი პოზიტიურად გამოიყურება, შესაძლებელია მიიღოთ დიდი ერთჯერადი შემოსავალი მემკვიდრეობის, პრემიის, ჰონორარის ან რაიმე ტიპის მოგების სახით, ასევე შესაძლებელია შემოსავალი მიიღოთ ძველი ინვესტიციებიდან ან რომელიმე დასრულებული საქმის გასამჯელო აგინაზღაურონ ამ პერიოდში. როგორც ვხედავთ, თქვენი ენერგიები მთლიანობაში საკმაოდ პოზიტიური მიმართულებით იცვლება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სულ ახლახანს თქვენთვის ფუნდამენტური განახლების პერიოდი დაიწყო და თუ გინდათ გაიგოთ რას გულისხმობ, ჩემს YouTube არხზე შეგიძლიათ ნახოთ დიდი და ვრცელი ვიდეო დაბნელების დერეფნის შესახებ, რომლითაც დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხის პერიოდი თითოეული ადამიანისთვის. აქ ბევრ საინტერესო ინფორმაციას და რეკომენდაციას მიიღებთ ამ ენერგეტიკულ განახლებასთან დაკავშირებით და შეძლებთ დაინახოთ თქვენი უახლოესი მომდევნო წლების და ზოგიერთისთვის მთელი 18 წლიანი ციკლის მნიშვნელოვანი ტენდენციები. ამიტომ გირჩევთ, რომ ნახოთ ეს ვიდეო, რაც შეეხება რჩევას სამყაროსგან მარტში. მე-15 მაღალი არკანი ეშმაკი. სამყარო გეუბნებათ, რომ ამ პერიოდში მაღალია ცდუნებების რისკი, ამიტომ შეეცადეთ რაციონალურად და გააზრებულად იმოქმედოთ. ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ნეგატიურ ასპექტებს, არამედ პოზიტიურსაც, მაგალითად თქვენს მომძლავრებულ ქველმოქმედების სურვილს. გახსოვდეთ, რომ გადაჭარბებული არაფერი ვარგა, ამიტომ მაქსიმალურად დაიცავით ზომიერება და ოქროს შუალედი ყველა ასპექტში. ასეთი იყო 2026 წლის მარტის ტაროსკოპი დღის რქებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე, გელით პირად კონსულტაციაზე. მომწერეთ, ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში, თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.